ყველანაირად შესაბამისად. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. მე სამეგრელოდან გიკავშირდებით. მოკითხო სამეგრელოს. საერთოდ ზიზღზე აგებული პოლიტიკა წარმატებას ვერ მოგვიტანს. ჯერ ნორმალური გამოსვლა ვერ მომისმინია. რას გულისხმობთ? ბათუმში აქციის ჩატარება და ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ ძალზე სახიფათოა პირველ რიგში და სრულიად უკანონო და უსამართლო. ვინაიდან თვით ზვიად გამსახურდი ამ აღიარა არსებული ტერიტორია. აღიარა რა? ანუ თქვენ გინდათ გადაიტანოთ რუსეთის ოკუპაციიდან თურქულ ოკუპაციაზე. ანუ მთელი მოძრაობა ამაზე არის აგებული. და თუ კი რეალური საფრთხე არსებობს ამ შემთხვევაში რა შევ? რეალური საფრთხე არის უმოქმედობა და არა თურქეთის მოქმედება. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ ალტერნატიული პროგრამებით, ალტერნატიული გეგმებით. იქ არის ლაზები. ანუ ჩვენი ტერიტორია თუ არის, შესაბამისად უნდა გავერკვეთ ჯერ იქ ცხოვრები თურქული მოსახლეობა, როგორც თქვენ ამბობთ და აცხადებთ, არიან ლაზები თუ ეთნიკურად თურქები. თქვენი აზრით? ჩემი აზრით იქ ლაზები არიან. კარგი. ისინი უბრუნდებიან თავიანთ დედასამშობლოს, მაგრამ არა ისე თქვენ როგორც ახლა გინდათ წარმოაეჩინოთ თქოს და ეს რაღაცა ტრაგედია ხდება. ანუ თქვენ ამბობთ რომ ბათუმში არ არის მსგავსი პრობლემა? ბოლოს როდის იყავით ბათუმში? პრობლემას თქვენ თბილისი ქნის პრობლემას, ეს არის პოლიტიკური ავანტურა, მე უწოდებდი ამას. ბოლოს როდის იყავით ბათუმში? მე? დიახ. როდის და შარშან. შარშან. ეთნიკურად წარმომავლობით ამ შემთხვევაში უფრო მეტნი ვინ შეხვედრიათ? ან თუნდაც თუ შესულხართ ერთ კორპუსში მაინც და თუ გინახავთ რომ ახალი კორპუსები არის აშენებული, იქ პრაქტიკულად არ ცხოვრობს ქართველები, ხვდებით? რა შეხვედრასთან ხდება ჩვენი სახელმწიფოს ბედი სოხუმში და ცხინვალში და არა ბათუმში. თუმცა ამ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს რომ ბათუმი უნდა დავივიწყოთ და რეალური საფრთხე შესაძლებელია რომ შეექმნათ ბათუმს. თქვენი პოლიტიკა არის აგებული ზიზღზე. ჩემი პოლიტიკა არა, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ჟურნალისტი. მე მომავალი ვერ დავინახე. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ჟურნალისტი. განვითარება ვერ დავინახე, მხოლოდ ზიზღი და ზიზღი. გასაგებია, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ჟურნალისტი, მე უბრალოდ დებატებში შემოვდივარ თქვენთან, რომ მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს, რას ამბობთ თქვენ. აბსოლუტური, შემიძლია ესეთი შეფასება გავაკეთო. სხვა არაფერი, მე კარგი დადებითი ვერაფერი დავინახე. გასაგებია, ეს თქვენი აზრია. ეს თქვენი აზრია და გაქვთ ამის შესაძლებლობა სწორედ რომ ერთადერთ ტელეკომპანიაში და ეს გახოთ ტელეკომპანია ობიექტივი, სადაც ზარი გაუფილტრავია და ნებისმიერ ჩვენს მაყურებელს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვიდეს ღია ეთერში და გამოხატოს საკუთარი აზრი, რისი ნათელი მაგალითიც ბრძანდებით თქვენ. მადლობა სამეგრელოდან ზარისთვის და მოკითხოს